პარლამენტმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში განიხილა. ანგარიშის ძირითადი მიგნებები დეპუტატებს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გააცნო და ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად 28 ნოემბრიდან მიმდინარე აქციებზე და ციხეების გადატვირთულობის საკითხზე გაამახვილა. სახალხო დამცველის ანგარიშის ხდომათა დარბაზში ქართული ოცნების დეპუტატებმა გააკრიტიკეს. რაზე გაკეთდა აქცენტები და როგორია მხარეთა პოზიციები მანანა დევაძე გაგვაცნობს, მანანა გისმენთ. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან აქცენტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიშის ძირითად ტენდენციებზე გააკეთა. 400-ზე მეტ გვერდიანი ანგარიში ყველა სფეროს მოიცავს და იწყება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებით. ანგარიში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გასული წლის გაზაფხულში და 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებს და ამ აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დემონსტრაციების დროს ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცველების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, პროპორციული ძალის გადამეტების ტენდენცია და ასევე არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაზარდა. ამასთან იოსელიანი ამბობს, რომ აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იყო. მედიის ნაწილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი, მოხდა მათი დაზიანება და ამ საკითხებზე 17 საქმეა აღწრული. პენტენციურ დაწესებულებებში სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები. 2024 წლის საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დამსამახსოვრებელი იყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობა, მაგალითად სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა. 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267 დაახლოებით 60% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას. ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებსა და სხვადასხვა სახის გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობებს. სამწუხაროდ დღემდე წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში არც ერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამის საპირისპიროდ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. საპროტესტო აქციების კონტექსტში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევას, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდღეობის საქმის განხილველი მოსამართლის წინაშე სადაოს ხდის ადმინისტრაციულ დაკავებას. მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას და ამას ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განიხილავს. ამასთან საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავების 48 საათამდე უსაფუძვლოდ გახანგრძლივების არასწორი პრაქტიკა. 2024 წელს პრობლემური იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით 2024 წელს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 17 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შესლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. ჟურნალისტების უსაფრთხოება განსაკუთრებული პრობლემა იყო შეკრების მიმდინარეობისას. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო სამართალდამცავების მხრიდან ნაწილი ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის და სისასტიკის ხარისხი. მათ საქმიანობაში ხელშეშლა და ცალკეული შემთხვევაში ტექნიკის მიზანმიმართული დაზიანება. გამოვლინდა ადგილზე მოვალეობის გასაშუშკებლად ყოფ მედიის წარმომადგენლებზე სასტიკი თავდასხმა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მანიფესტაცთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური რეაგირების ნაცვლად სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრების დაშლაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. მსგავს შემთხვევებში საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის არსებობის მიუხედავად უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა.
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის სხდომათა დარბაზში მწვავედ გააკრიტიკეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. მათი თქმით, ეს ყველა სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო და რეალური სურათის წარმოსაჩენად ბალანსი აკლდა. მართულ გუნდში ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს საპარლამენტო ტრიბუნიდან აქციებზე დაშავებულ სამართალ დამცველებზეც უნდა ესაუბრა და მაშინ, როდესაც ქალებზე აკეთებდა აქცენტს, ყურადღება უნდა გაემახვილებინა ქართული ოცნების ქალ დეპუტატებზე, თავდასხმებზე და მათ შვილებზე. ქართული ოცნების დეპუტატების საპასუხოდ ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი მოქალაქეებს სახელმწიფოსგან, მათი უფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევისგან იცავს და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, რადგან ეს სახალხო დამცველის კომპეტენციაში არ შედის. მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ რომ მეუცნაურა ნამდვილად კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას. ეს პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის წინაშე იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვიზეც თქვენ საუბრობთ. თუმცა არც ერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ყოფილიყო ჟურნალისტებზე რაიმე არაკორექტული, ან თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ეს არ შეიძლება რომ იყოს განზოგადებული და აქვე დავამატებ, რომ მათ შორის თქვენს ანგარიში არ ყოფილა მაგალითად ის, რომ დემონსტრანტებმა დამიზნებით ესრულეს პიროტექნიკა საზმაო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალის. ლომჯარი ამბობდა, რომ მე თქვენ დამცველი არა ვარ და თქვენ ხართ ჩვენი დამცველი. თუ ეს ასეა, მაშინ ქალებზე რო ისაუბრეთ, ქალ დეპუტატებზე და მათ თავდასხმაზე რატო არ ისაუბრეთ? გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე როდისმე მოიკითხეთ, როგორ იყვნენ მამამის, რომ მელანიში ასხა მავნებელმა სახეში. ხომ არ მუშაობთ ისევ თქვენ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხო არ გვამყოფებთ მათი მეძზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული? და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხო არ მუშაობთ ისევ შემთხვევით. ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატო ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რომელსაც ერთ-ერთ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? რატო ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატო ვერ გხედავთ ჩვენ? ან გითხარით, რომ არა ხართ ჩვენი ომბუდსმენი? ჩვენ უფლებებს როდისმე იცავთ, მაგრამ პოლიციელი რატო არ ახსენეთ დაჭრილი პოლიციელი? რატომ? ასევე რატო არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე? თქვენი განცხადება ნებისმიერი საკითხის შეფასება უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ მოუძებნოს ვერავინ რაიმე ობიექტური საფუძვლიანი კრიტიკა. საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, პირდაპირ მოუწოდებდნენ მეიდანის ფორმა, მეიდანის სცენარის გამეორებისაკენ. ეს ყველაფერი მოხდა. თქვენ ეს რამენაირად, არანაირად არ დაგაკნინებთ, მაგალითად, რომ არავინ არ ეტყვის, რომ ქართულ ოცნებას უჭერთ მხარს, თუ კი რეალურ სიტუაციაში აფასებთ. შენიშვნას მისცემთ ხელისუფლებას, როგორ უნდა ემოქმედა. იმ დროს გადაჭარბება ძალის პოლიციის მხრიდან არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ასევე უნდა შეაფასოთ, ალბათ ფსიქოლოგებიც უნდა დაიხმაროთ ამ შემთხვევაში. ძალიან სამწუხარო არ ბილად რომ თქვათ, რომ ერთი სიტყვაც არ იქნა თქმული იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მაგალითისთვის ადამიანმა თვალი დაკარგა. არაერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, რომელზედაც წარუშველი კვალი არის სხეულზე დატოვებული და უბრალოდ ეს ადამიანები ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურეობრივ მოვალეობასაც ვეღარ გააგრძელებენ. თქვენი ანგარიში არ იყო ყველა სახალხო დამცველის, ყველა მოქალაქის დამცველის ანგარიში. მინდა გითხრათ, რომ 1,200,000 ადამიანზე მეტი არსებობს, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დღევანდელი თქვენი ანგარიშის შემდეგ განცდა დარჩენოდათ, რომ მათ პოზიციებსაც დაიცავთ აუცილებლად. 200-ზე მეტი პირი მიუთითებდა ამ აქციების დროს არასათანადო მოპყრობას. კონკრეტულად რაზე არის ლაპარაკი? ანუ ლაპარაკი არის დაკავების დროს, შეიძლება ჩათვალეთ მათ რომ ძალის გადამეტება, თუ ლაპარაკი არის თქვათ იმაში სამმართველოში გადაყვანის, წინასწარ დაკავების საკითხებში გადაყვანის შემდეგ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, ოპოზიცია რო არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვეტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები გავცე ყველა კითხოს პასუხი. ანგარიში თუ ნახავთ, იქ მითითებული არის ჟურნალისტების
ცემის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. ეს არის ანგარიშში კონკრეტული შემთხვევები, ხელ შემიძლია გვარების დაგისახელოთ. ვცდილობ, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. და ამიტომ არის ძირითადად საუბარი პრობლემებზე. ეს მინდა იცოდეთ, თორე რა თქმა უნდა არის საკითხები, რომელშიც წინსვლაც არის, სადაც რაღაცა პოზიტივიც არის. ქალბატონთეა, ადამიანები თუ თავის საქმეს კეთილწინს ასრულებენ, ვის პერიოდში არის მოყვანილი ან ვინ იყო სახალხო დამცველი იმ დროს, ამის მიხედვით უნდა გავსაჯო მათი მომავალი და ეს უნდა გახდეს, თქვათ, რეორგანიზაციის საფუძველი. ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენ უფლებებს დავიცავ, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენ უფლებებს, ნამდვილად დავიცავ. ყოველთვის დავგნობ პოლიციელზე თავდასხმას და ძალადობას და ჩემ ანგარიში სხვათა შორის ნახავთ, როდესაც ვაფასებთ აქციებს, იქ წერია, რომ აქციის მონაწილეები მათ შორის არ ღვევდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ასე შემდეგ, მაგრამ აქცენტი გაკეთდება იმ შემთხვევებზე, სადაც პოლიციამ დაარღვია ადამიანის უფლებები. გიორგი კალანდარაშვილს მე რა თქმა უნდა მოვიკითხე და დაურეკე, გარდა ამისა საჯარო კომენტარი გავაკეთე ამაზე და დაუგმე ის ფაქტი, რაც მაშინ მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. და თქვენ თუ დაინტერესდებით, ამასაც ნახავთ შესაბამის სოციალურ ქსელში. ისე როგორც დაუგმე ქალბატონი მარიამის მიმართ ჩადენილი ის ფაქტი. ითქვა, რომ რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო. შეიძლება იყო. შეიძლება ჩამოვიდნენ და რაღაცები ილაპარაკეს, რაც არ უნდა ილაპარაკათ. მე არ ვიცი, ეგ არ არის ჩემი მანდატის ნაწილი, რომ პოლიტიკური განცხადები ვაკეთო ამ ყველაფერზე. ბატონო სოზარმა ეკითხა 200-ზე მეტი და არასათანადო მოყრობაზე რაზე მიუთითებდნენ? მიუთითებდნენ დაკავების დროს. არასათანადო მოყრობაზე, ცემაზე, მანქანებში ცემაზე. იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ჩანს ვინ ცემს, პოლიციელს გულისხმობ. ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში არის მიცემული? არ არის. ასეთ შემთხვევა არ არის. ლიეტუველი რო ჩამოდის და მარიგებს აქ ჭკუას ვის მივცე ხმა, ეს რო ჩემი უფლებების დარღვევაა, მაშინ არ არის ეს თქვენი საქმე? ამიტომ ნუ აირევით ჩემს რჩევა. ნუ აირევით. უტრირებთ ძალიან მწუხარ. არ ვუტრირებთ, თქვენ მანიპულატორად, თქვენ მანიპულირება გააკეთეთ ფაქტებს. მე არ მოველოდი ფაქტების. ამას თქვენგან. და თქვენ ყველას ხმალამოღებით განურჩევლად არიცავთ. იმიტომ რომ გწხვენიათ და ჩვენი არსებობის ნუ გწხვენიათ. როდესაც არის საკუთრების უფლების მასობრივი დარღვევა. მე გთხოვთ, პირველ როდესაც ერთი წუთით არ გასცეთ კოლექტივების ფარგლებს, რას ნიშნავს მწხვენია? მასობრივად დაირღვა საკუთრების უფლებები ყველანაირი ტიპის, უკანონოდ, ყველანაირი შემოწმების გარეშე. თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? არა, ალბათ, იმიტომ რომ დეპუტატია, მინისტრია, მაღალი დონის პოლიტიკოსია, პარტიის თავმჯდომარეა და ეს არ არის, მოდით, მე ჩემსაც გეტყვით თქვენ, რა თქმა უნდა, თქვენი უფლება ისეთ რაღაცას მეუბნებით, ჩვენ აშკარად სხვადასხვა წარმოდგენოთ ადამიანის უფლებებზე, აბსოლუტურად. კი, მე ადამიანის უფლებების სპეციალისტი ვარ, თქვენგან არ გასწავლე. ვიცი, როგორი სპეციალისტი ხართ, მე არ ამას ხვები შეაფასებენ, კი, ვის უფლებებზეც მე მიმუშავია. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში 3700-ზე მეტი განცხადება შევიდა და ცხელ ხაზზე 14000-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა 2024 წლის ანგარიში სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებების მიმართ 82 რეკომენდაცია გასცა. მადლობა სახალხო დამცველის ანგარიშზე მანანა დევაძე საუბრობდა.